საღამო მშვიდობის ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. საღამო მშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ ინფორმაციას, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობამ რამდენიმე მინისტრისა და მათი მოადგილის მიერ მიღებული შემოსავლები გამოაქვეყნა, რადგან უპრემიო ჩინოვნიკების შემოსავლების კითხვა უინტერესოა. ვერ მოისმენთ ინფორმაციას, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც საუდ ალ ფაისალს შეხვდა, რადგან ის ამავე ფორუმზე უფრო მაგარ ტიპს მეტ დეიმონსაც შეხვდა და ეს უფრო საინტერესოა. ვერ მოისმენთ ინფორმაციას, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად თბილღვინოს ქარხანას სტუმრობდა, რადგან თვითმხილველთა თქმით, ღვინო მყისვე წარმატებით დაასრულა, იქ მყოფთა ევროინტეგრაციის პროცესი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის წვრთნებისთვის გაკეთებული ახალი სასროლეთი დაათვალიერა. თვითმხილველების თქმით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში გაწვრთნილ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს ამის შემდეგ ვეღარავინ გაუბედავს გერაინის კონტრაბანდის განხორციელებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა გაეროს შეთანხმებას შეიარაღებით ვაჭრობის შესახებ, რის შედეგად მსოფლიოს ქვეყნები მანანა კობახიძის მიერ შექმნილი სპეციალური შუბლსახვრეტის სისტემის შესაძენად რიგში ჩადგნენ. ევროსაბჭოს ექსპერტები ფარულ ოპერატიულ საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ახალ მოდელს, ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ. ექსპერტთა ნაწილის აზრით ეს მოდელი აბსოლუტურად სამართლიანია, რადგან ერთი გასაღები ძალოვანებს ექნებათ, მეორემ კი აუცილებლად სამოქალაქო სექტორში უნდა გადაინაცვლოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Foreign Policy-ის სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიელი მიამბოხეებისათვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, ცდარს უწოდებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოცემას შეცდა და სირიელი მიამბოხეები დაწერა მიამბოხეს სითხებისა და ჯედაების საწვრთნელი ცენტრის შეთავაზების ნაცვლად. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის პავლე კუბლაშვილის მტკიცებით ხელისუფლებას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არსებული სისტემის შეცვლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია. მრავალგზის უკანონოდ მიყურადებული ხალხი ბატონ პავლეს ახსენებს, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ხელისუფლებას ზომაზე მეტი პოლიტიკური ნება გააჩნდა ამ სისტემის შექმნისთვის. გაეროში გამოსვლის დროს ყველა საკითხს შევეხებით, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა. შემდეგ კი თვითმხილველთა თქმით ნუსხას კიდევ ერთი საკითხი დაამატა. შეხედე, რამდენის უფლებას აძლევენ ეს ჟურნალისტები თავს. მათ აუცილებლად სჭირდებათ ბატონი ბიძინას ხელი. პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით დაკისრებული ვალდებულებებისა და დავალებების ნაწილი მთავრობის მიერ შეუსრულებელია. აღნიშნავენ საპარლამენტო კომიტეტები მათი პროფილის სამთავრობო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. თვითმხილველთა თქმით, ამით თვითკმაყოფილ მოხელეებს კინაღამ პრემიების გამოწერაზე კალმები წაუწდათ. გაეროს გენერალური ასამბლეის 69 სესიაზე ყოფნისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაყოფიერი შეხვედრები აწარმოა. ის შეხვდა თურქეთის, ლიტვის, ლატვიის პირველ პირებს და მეტ დეიმონს. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. თუ თქვენს მახლობლად არის რეკრეაციული ზონა და გარდა იქ სეირნობისა და ხეებზე ჰამაკის გაჭიმვისა მას ვერაფერში იყენებთ, მიმართეთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მყისვე მოხდება მისი სტატუსის შეცვლა. ამის შემდეგ ამ უსარგებლოდ მოცდენილ ადგილას ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს ააშენოს სახლი, საცხობი ან ბენზინ-გასამართი სადგური და ხელი შეუწყოს ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. მოგმართეთ ახლავე და შეცვალეთ ჰამაკები თანამედროვე შენობებით.